ასეც თურქეთის კემალ ფაშა. ვიღიდე წამლები 250 ლარი დავახურდავე და სახში მე გადავიყვან კურსზე. უტყვირა ფასია და როგორ არის განსხვავება დიდია ცოტა. არ ვიცი სამწუხაროდ. სამწუხაროდ არ ვიცი. ესეც კემალ ფაშა. აპტეკი აიღო. ჩემო ბატონო. ეგ მინი. სუპერმარკეტი. ნარჩენი ყველაფერი. ცოტა. ასაცარი მე არ მაინტერესებს. ქართული ლარი მოძრავ შოულებრი. ხო, ნარჩენს დაუშვათ კაცული ფულს. ეგ არის. ასე რომ welcome to Turkey. ხაველოდები მიკროავტობუს რომელიც წამიყვანს ისევ სარფამდე და გადავალ საზღვარზე და წავალ სახში. ეგ არის და ეგ მორჩა დღეს ყველაფერი. ესე მარტივია თურქეთში გადასვლა გადმოსვლა. წამალი ერთი რამ შემილია ვთქვა რომ 2 თვის საკმარისი ვიყიდე. ნუ დაუშვათ 200 ლარი გადავიხადე, ხო? 110 ლარი საქართველოში დამიჯდებოდა დაუშვათ 2-5 და მეორეც არ მეყოფოდა. მე მგონი ერთი 70 ლარით უფრო იაფში მაქვს ნაყიდი თუ არ მეშლება. ასე რომ გირჩევთ მთელი დასავლეთი საქართველო აქ არის. პროდუქტსაც აყიდულობენ. რაღაც განსხვავებული ყველია, რამეა, რომია. ზოგიერთი რამ ძალიან იაფია, რაც ადგილობრივი წარმოებაა და ასე. ასე რომ welcome to Turkey. მორჩავეაში თურქეთის რესპუბლიკაში კატასტროფა. ასე საუბრობა. ავტობუსები ცოტა. ხალხი ძალიან ბევრი, თვალებული, გაწამებული. ამას ემატება. საცალს გამოაქვს კიდე პრობლემები. მგონი 300 ლარამდეა. საკონელი რომელიც განფაშებას არ ემეჯებარება. მე პირადად არც არავის უკითხავს საერთოდ რამე, მაგრამ უბრალოდ დამახსოვრებული ხავდები და იგივე ხალხი გამოძრაობს. ამას ექნებათ პრობლემები. ათონიშნერი ეს ორი ავტობუსი რო დაამატოთ არ გაწყენდა. მოკლედ აი ეს გახლავთ იმ პარბოლოს ანალოგი. რომ მეორე წამალი მქონდა კიდევ საყიდელი, ისიც ანალოგია ფაქტიურად. ეხლა ეგეც არ ვიცი, სწორად ვიყიდე, არ ვიყიდე, მომატყუეს, არ მომატყუეს, ვეცდები დავგუგლო. მაგრამ ფასში განსხვავება იცით რამდენი იყო? 6 ლარი. ანუ აი ეს 2-5 რო ვიყიდე, საქართველოში რომ მეყიდა, ესე იგი 3 ლარით უფრო ძვირს გადავიხდიდი იქ. ამიტომ დაანებეთ თავი, ჯერ ერთი წვალება რაღაც ფანტასტიკური, ჩემო ბატონო, ამ საზღვარზე გადასვლა იქ რიგებია, ჩემო ბატონო, ჭყლეტა, მერე ეს დაღლილი ხალხი, ნუ საოცარი ეხლა სხვაგან საქართველოში არსად არ მინახავს. რომ ჯერ ავტობუსიდან ჩამოსულები არ არიან და ხალხი ადის და ერთმანეთს ეჭიდავებიან კარებში. რატო ხო ხვდებით? იმდენად არიან დაღლილი, რომ იქნებ როგორმე დასაჯდომი ადგილი იშოვონ. რაღაც სიგარეტები და რაღაც წვალებას გაზდის ხალხი. ხო და მე არ ვიცი, ეხლა მე ვიღაცა გზაში კი ლაპარაკობდა, რომ აქაც გაზვირდა ყველაფერიო და არ ამგონია, რომ რამე სიიაფე იყოს, ასე რომ მე მაგალითად არ გირჩევთ და ჯობია თუ
თურქეთში სიარულისგან თავის შეკავება ვიდრე წვალება და სამი ლარი რა ბედენაა არც არაფერი ჩემო ბატონო და თან ეს პარბოლო არ არის არ ვიცი მილიგრამიო ყველაფერი დაცულია აბსოლუტურად ერთი და იგივეა ქართული კი იციან კარგად მაგრამ ეხლა ადრე შეიძლება იყო რაღაც განსხვავება და ეხლა სამწუხაროდ არაფერი განსხვავება არ არის ასე რომ დავანებოთ თურქეთს თავი ეთყობა ჩვენი საფთიაქო ქსელები ბითუმადრო და დიდ პარტიებს რო ყიდულები მათ სწორედ იქ აქვთ მოგება ისინი ყიდულობენ მას უფრო იაფად და თავისი ფასნამატი და ეხლა როგორც ამბობდნენ რომ ყიდიან დაუშვათ 50-100%-ის დამატებით მე მგონია რომ ეს არის ზღაპრები თორე ფაქტი აგერ სახეზეა დაგემშვიდობებით იყავით ჯანმრთელად მოკლედ პარკინსონჩიკებს თურქეთში წამლის აყიდავად წასვლას არ გირჩევთ